რიგში ალბათ ინტელექტი და მეორე და საკმაოდ სერიოზული სოციალური ფაქტორი. ხშირად სოციალური ფაქტორი, ეკონომიური გასაჭირი, უსიამოვნების მიზეზი ხდება ოჯახში და მერე თავისთავად ძალადობის და სხვა. ერთ-ერთი მიზეზიც კიდევ ალკოგოლის ზედმეტი მიღება მამაკაცების მხრიდან ნასვამი მამაკაცმა შეიძლება ვერ მოზომოს და რაღაცა ზიანი მიაყენოს თავისი ოჯახის წევრებს. გამიგონია ხშირად, რომ მომხდარა მკვლელობები, ეხლა ამბოლო დროს ძალიან ბევრი მკვლელობა იყო. ჩემი აზრით ამ ყველაფერს იწვევს ჩამოუყალიბება, დაბალ ასაკში ოჯახის შექმნა და ასე შემდეგ. რაც არ უნდა უთანხმოება იყოს, მაინც მკვლელობამდე არ უნდა მიდიოდეს და შესაძლებელია ასევე სასმელზე დამოკიდებულების შემთხვევაშიც მოხდეს ეს მკვლელობები. სამცხე-ჯავახეთში მგონი ისე ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ ძირითადად ჩემი აზრით ხშირი ალკოჰოლის მოხმარება, რა ვიცი, ალბათ ვერ გავუგიათ უკვე ერთმანეთის. ძალადობას თავდაპირველად ბავშვის აღზრდა იწვევს, როგორ ოჯახში იზრდება და როგორ იზრდება და რა მეთოდებით ზრდიან შვილს და რა თქმა უნდა, ახლა ძალადობით რო იზრდება ბავშვი, მე რა ის უკვე თავის მომავალზე ძალადობს. ძალადობის მიზეზი ის არის, რომ არის ოჯახში უქონლობა, ამაზე იქნება თავიდან ჩხუბი კამათი, გადაიზარდება ჩხუბში და ვეღარ აკონტროლებენ ერთმანეთს.